უბრალოდ საწყენია, როდესაც ჩვენ ქართველები, ჩვენ თვითონვე ვსპობთ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ჩვენ აქამდე შეგვინარჩუნდა. მე არ მესმის რა თბილისის და საქართველოს სიყვარულზე ლაპარაკი, როდესაც ჩვენ ასე ვექცევთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ ისტორიამ შემოგვინახა. გუდიაშვილის ბაღი არის ადგილი, სადაც მოდიარ მეგობრებთან ერთად, სადაც ვისვენებთ, ფიქრობ და ეს ბაღი მახსენებს ყველაფერ კარგს, ბავშვობას, თინეიჯერობას, ყველაფერ საუკეთესოს, ამიტომ ვერ წარმომიდგენია ამ ბაღის გარეშე თბილისი და ზოგადად ჩემი ახალგაზრდობა. შემთხვევითი შეხვედრები და შემთხვევითი კავშირები, მე მგონი ყველაზე მთავარია ქალაქისთვის და მისი ფუნქციონირებისთვის და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ეგეთ საზოგადოებრივი სივრცე იქნება და რაც უფრო მეტად ექნება იმას ისეთი სახე, რომელიც უკავშირდება ჩვენ მოგონებებს და ჩვენ მიზიდულობას ამ ადგილებთან, უფრო კარგია ქალაქისთვის. ვხედავდი იქ ახალგაზრდა პოეტებს, ბენდებს, რომლებიც კულტურულად მიუთითებდნენ სხვა ადამიანებს კულტურისკენ და კულტურის შენარჩუნებისკენ. ამიტომ ეს არ იყო მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება, ეს იყო რაღაც მოვლენა, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებდა და ფიქრობ, ახლაც არ იქნება ურიგო. სწორედ ამიტომ გელით გუდიაშვილის ბაღში.